თანამდებობა დაატოვებინეს და უკვე შემცვლელიც დაასახელეს არალეგიტიმური ხელისუფლების საჯარის მთავრობის თავმჯდომარესაც გადადგომის შესახებ Facebook განცხადებაში თორნიკე რიჟვაძეს თვითონაც კი ისე გამოუვიდა, რომ ამ თანამდებობაზე 7 წელი ბევრია, ამიტომ აღნიშნავს, რომ მისკენ სიახლის დრო დადგა. განცხადება მოკლეა და მშრალი, ერთადერთი რაც მას არ გამორჩენია, ეს არის მადლობა ოლიგარქ ივანიშვილისთვის, კობახიძისთვის, ყაველაშვილისა და აჭარის მოსახლეობისთვის. რთული დასაჯერებელია, რომ დღეს დილას, როდესაც რიჟვაძემ თვალი გაახილა, უცებ იგრძნო, რომ მას რაღაც კარიერული სიახლე სჭირდებოდა. შემდეგ გახსნა Facebook აპლიკაცია და ეს განცხადება გამოგვიგზავნა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნებოდა. მისი გადადგომა რეჟიმის წიაღში მიმდინარე გადალაგებების ნაწილია, იმის ნაწილი, რაზეც ამ დრომდე ვსაუბრობდით, მას უთხრეს და წავიდა. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს მისი დამოუკიდებლობის ხარისხი, როდესაც 7 წლის განმავლობაში ერთხელაც კი არც საკუთარი აზრი გამოუხატავს რამე საკითხზე და არც საკუთარი პოზიციით გადაუდგამს ნახევარი ნაბიჯიც კი. თუ კი სადმე რამე გამოხატა, იქ ახლა გეტყვით რა გამოუვიდა. ერთი შეხედვით აჭარაში ყველაფერი რიგზე ჩანდა. 2018 წლიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სკამზე თორნიკე რიჟვაძე მყარად იჯდა და ყურმოჭრილად ემსახურებოდა ივანიშვილს. მასთან დაკავშირებულია რამდენიმე საყურადღებო ეპიზოდი. მაგალითად, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რიჟვაძემ ვერ გაბედა პასუხი გაეცა შეკითხვაზე, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში. ომი უკრაინამ დაიწყო თუ რუსეთმა? ეს უნდა გკითხოთ ამ დარგის ექსპერტებს. თქვენ გეკითხებით, როგორც ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრს, აჭარის უმაღლეს თანამდებობის პირს. ომი ვინ დაიწყო? ეხლა ომი დაიწყო რუსეთმა თუ უკრაინამ? მე უსურვებ უკრაინელებს ამ ომის ძალიან მალე დასრულებას. ამ შემდეგ 1 წლის თავზე აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას რიჟვაძემ 2008 წლის ომს ლაჩრულად წაგებული უწოდა. ამას მოჰყვა მძიმე რეაქცია, მათ შორის სამხედრო პირების მხრიდანაც. მოსთხოვეს ბოდიში და გადადგომა, მაგრამ რიჟვაძეს რა თქმა უნდა არც ერთი გაუკეთებია და არც მეორე. გაორმაგებულია როგორც ტურისტების, ვიზიტორების რაოდენობა, ასევე შესაბამისად შემოსავლების მოცულობა და მინდა გითხრათ, რომ ამ საერთო ხვედრით წილში, მათ შორის იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც 2008 წელს ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო, უვიზო რეჟიმი დაუწესა და ყვავილებით და ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა სწორედ შეურაცხყოფას მოაყენებ იქ მებრძოლა და ლაჩრულად ესევით თქვენ აგრესორი ქვეყნის რა შეურაცხყოფას ესე 2008 წელს ხალხმა რომ იბრძოლა, იყო ლაჩრული ბრძოლა? თქვენი მხედართ გუნდი ხართ ლაჩრები. რიჟვაძეს კიდევ ერთი შავი ლაქა უკავშირდება, ეს არის ნაციონალური მოძრაობიდან ბათუმის საკრებულოს წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალება. 4 წლის წინ მომხდარზე სამართალი ვერ აღსრულდა. უფრო დეტალურად რომ გავიხსენოთ, ფუტკარაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან რამდენიმე დღეში სისხლში შაქრის დონის მატების შედეგად დაიღუპა. ფუტკარაძის ოჯახი და თანაგუნდელები გარდაცვალების ფაქტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამის დავით რიჟვაძის დავალებით განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებდნენ. იმჟამად მამა რიჟვაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბრის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. ფუტკარაძის გარდაცვალებიდან მალევე გამოქვეყნდა აუდიო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც საკრებულოს წევრზე ზეწოლას ახდენდნენ და მას ნაციონალური მოძრაობიდან წასვლის სანაცვლოდ $100,000 სთავაზობდნენ. ასეთი მასშტაბის სახელმწიფო მოღვაწის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ის თუ დაგვამშვიდებს, რომ მან დაგვიტოვა სიტყვები ვრჩები ქართული ოცნების ერთგულ ჯარისკაცად და ასევე დაგვიტოვა გამოთქმით წაკითხული ერთი ლექსიც. საქართველო ჩემო დედავ, ჩემი სუნთქვა გენაცვალა, ჩემი ყველა ხუხარება, წუხარება გენაცვალა, შენი სიტყვის სიცოცხლისთვის ხიხაძირში კიდევ დგავარ, შენი ჭერის სიმაღლისთვის მარადიჩი რანდავ ყავარს, შენი რჯულის საჯილდაოდ სხათას რეკავ ზარებს თავარს, იდიდგულე რომანფერი აჭარელი ყავდიგანა. აჭარაში არ იგრძნობა, რომ ვინმე სგული დასწყდა თორნიკე რიჟვაძის მოხსნის გამო, განწყობებს ახლა ჟურნალისტი თამარ თედიაშვილი გადმოგცემს. თამარ, სამშვიდობისა, რას გვეუბნებიან მოქალაქეები და რესპონდენტები პოლიტიკური წრეებიდან?
დიახ, 7 წლიანი თანამდებობაზე უწყვეტი ყოფნის შემდეგ თორნიკე რიჟვაძემ როგორც აღნიშნეთ, ერთი Facebook პოსტით დატოვა თანამდებობა, არ ყოფილა არანაირი ბრიფინგი, არანაირი განცხადება, მხოლოდ Facebook პოსტი. სწორედ ასე დაიმშვიდობა ის აჭარას და პირველი მადლობა არ გაგიკვირდებათ, რომ მან ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა. დიდად გულისწყოთა ნამდვილად არ შეინიშნება არც პოლიტიკურ წრეებში და არც მოქალაქეებში. ოპონენტები ამ ყველაფერს შემდეგნაირად უყურებენ არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში. ოპოზიციისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დაინიშნება თორნიკე რიჟვაძის ნაცვლად. ისინი ამბობენ, რომ საჭადრაკო დაფაზე ერთ პაიკს ჩაანაცვლებს მეორე პაიკი და აუცილებლად ის, ვინც მოვაკლავ იქნება ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი, ასევე ოპონენტებს თორნიკე რიჟვაძემ თავი სიძულვილისენით დაამახსოვრა, სიძულვილისენით როგორც ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართ, ასევე კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ. რაც შეეხება მოქალაქეების განწყობას, მოქალაქეები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული საპროტესტო აქციებში, ამბობენ, რომ ვარაუდობენ, რომ თორნიკე რიჟვაძე იქნება ერთ-ერთი მათგანი, ვინც არალეგიტიმური ხელისუფლების წასვლის, ხელისუფლების შეცვლის და სასამართლო სისტემის შეცვლის შემდეგ აუცილებლად დაისჯება, ასევე ისინი თორნიკე რიჟვაძის გადაყენების მიზეზად ასახელებენ იმ ფაქტს, რომ ბათუმი თბილისთან ერთად 4 თვეა, 4 თვეზე მეტია უწყვეტ საპროტესტო აქციებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია და სწორედ ამას უკავშირებენ, ამბობენ, რომ როგორც ჩანს თორნიკე რიჟვაძემ ვერ ჩაახშო პროტესტის ხმა ბათუმში, სწორედ ეს დაუწუნეს მას, საკმარისად ძლიერი არ აღმოჩნდა ალბათ ბიძინა ივანიშვილის ფიქრით, ასე აფასებენ პოლიტოლოგები, მოქალაქეები თორნიკე რიჟვაძის გადადგომის მიზეზს. ახლა ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ შეფასებები ბათუმიდან. თმა კრიზისში არის, რა თქმა უნდა, ქართული ოცნება და პირდაპირ ვამბობთ, რომ ერთი ადამიანის მეორე ადამიანის ჩანაცვლებით პრობლემები არ იცვლება, რადგანაც ისიც, რა თქმა უნდა, იქნება ქართული ოცნების ორმოჭრილი მონა და დავალებების შემსრულებელი, ის არ იქნება ხალხზე ორიენტირებული მთავრობის თავმჯდომარე და რაც მთავარია, ის იქნება ისევე არალეგიტიმური, როგორც იყო წინა მთავრობის თავმჯდომარე. თორნიკე რიჟვაძე არის ადამიანი, რომელმაც თავი გაგვაცნო როგორც ახალგაზრდა ლიდერმა თავისი ანტისაოკუპაციო განცხადებებით და საბოლოო ჯამში მაინც თავი დაგვამახსოვრა სიძულვილის და ზიზღის ენით თავისი ოპონენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. ახალ სისტემის ჭანჭიქს შემოგთავაზებს ბიძინა ივანიშვილი მის ადგილზე, რომელიც ისევე იქნება ბრმად გამტარი და ბრმად შემსრულებელი ქართული ოცნების რეჟიმის დავალებების, როგორც ეს იყო თორნიკე რიჟვაძე. ერთ-ერთი პირველი ნიშანი თავის დროზე მისი მოსვლისას იყო თუ როგორ უნდა დაგვენახა ქართული ოცნების რეალური სახე. მაშინ ვამბობდი ხოლმე, რომ როგორ შეიძლება ენდოს ადამიანები ქართულ ოცნებას, მაშინ როდესაც მისი მთავარი ერთ-ერთი მაღალჩინოსანი არის თორნიკე რიჟვაძე, ადამიანი, რომელსაც ნორმალური ქვეყნის პირობებში საჯარო სამსახურშიც კი ვერ დაასაქმებდი. დიდი ალბათობით დაინიშნება ადამიანი, რომელიც უფრო მეტად შეეცდება სიტუაციის ხელშიაყვანას აჭარის რეგიონში. იგულისხმება ის, რომ საპროტესტო მუხტი არ ქრება აქ, საპროტესტო მუხტი მიმდინარეობს და შესაბამისად ამას ხელს უწყობდა, რა თქმა უნდა, თორნიკე რიჟვაძის მზარდი არაპოპულარობა. მოსაზრებული იყო კალაძის პროტეჟეთ, ასე ვთქვათ, და შესაძლოა ეს კალაძის ფრთის დასუსტებადაც მოვიაზროთ. სულ რამდენიმე წუთის წინ ირაკლი კობახიძემ ახალი მთავრობის თავმჯდომარე წარგვიდგინა, სულხან თამაზაშვილი, პოლიციის პოლკოვნიკი, სანქცირებული პოლიციელი, რომელიც თბილისის პოლიციის უფროსი იყო აქამდე და როგორც ჩანს მოქალაქეების გამოთქმულ ვარაუდს, რომ თორნიკე რიჟვაძეს არ აღმოაჩნდა საკმარისი გავლენა პროტესტის ჩასახშობად ბათუმში და უფრო მკაცრი ხელი სჭირდება ამ ქალაქს პროტესტის ჩასახშობად. არც ისე უსაფუძვლოა, თუმცა ვნახოთ ბათუმში საკმაოდ მაღალი მუხტია პროტესტის, 4 თვეზე მეტია არ ხრება მოქალაქეების კრიტიკა, საპროტესტო აქციები. ნახოთ, რამდენად შეძლებს პოლიციელი სულხან თამაზაშვილი ამ პროტესტის და მუხტის ჩახშობას.